მოგესალმებით პატრონო ჩვენ ერთგულო ტელემაყურებლებო. მინდა თქვენი კითხვებიდან გამომდინარე მინდა წარმოგიდგინოთ ამ ტელევიზიის TV პლუსის გენერალური დირექტორი ბატონი კახა ხურციძე და საგანგებო ის ჩავწეროთ გადაცემა აგერა პატივცემული კახა მე მივესალმები რა თქმა უნდა პატივცემულ ტელემაყურებლებს და კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ ეს ტელევიზია ბატონო პატა უკაცრავად დავაფუძნე 2021 წელს და იქედან მოყოლებული მფლობელიც ვარ გენერალური დირექტორიც ვარ და ყველაფერი ვარ ამ ტელევიზიაში მოდი ვთქვათ და ეგ ტელევიზია თქვენი დახმარებით რა თქმა უნდა თქვენი ესეთი კარგი რავი გადაცემებით წამოიღო ამ ტელევიზია მართალი გადაცემები გეთანხმებით წამოიღო ეხლა რაღაც ხალხში მაყურებლობა სითბოს სიყვარული და ზოგი ეხლა კი გლანძღავს ეხლა და ზოგი კი გვეძახის ბუტკა ტელევიზია და მოდი დავირთვავ ამ ბუტკა ტელევიზიას ხო თქვა რა პრობლემა კი ხეცინა ოღონდ ჩვენ ვაკეთოთ ქართული საქმე და რაც უნდა დაგვარქვა კი ბატონო აი პატა არა ვიცი მე მინდა რომ შენ ამიხსნა რა ხდება ამ სიტუაციაში რაღაც ძალიან დიდი დაწყვეტა და წინააღმდეგობები წამოვიდა ამ შემთხვევაში და აი ბატონო კახა უყურეთ ეგურა საქმე ჩვენ რო ბოლო ვიდეო ჩავწერეთ ეს 6 წუთიანი თუ რაღაცა რომელსაც ხალხს მოუწოდეთ დახმარებისკენ და არა საქართველოს უფრო ხალხით მიხვდა ხალხს ვერაზოს ვერ მოატყუებთ და აქ რა ეტკინათ იცით ჩვენ რო შემოთავაზებები ქონდა დაფინანსება მოდიო იქ სახელდაგვარებს მერე ვიტყვი თუ დაგჭირდა ისე ვთქვათ ექსპერტები რომ მოდიო აი რამდენი გადაგიხადოთ ხო ბევრი შემოთავაზებები იყო არ დაგავიწყდეს ძალიან ბევრი შემოთავაზებები უყურე და მე არ გავიყიდე და არ გავყიდით ჩემთან მაგი მე უნდა ვთქვა მაგი ჩემი სათქმელია უყურეთ მე თქვი რომ როგორც კი ჩვენ მაგას გავაკეთებთ აი გეუბნებით ეგრევე შევდივართ იმ ჭაობში და იმ წუმპეში რომელიც ეს ქვეყანა 34 წელი არსებობს და უყურეთ ეს ეტკინათ ჩვენ მოწინააღმდეგეებს ის ვიდეო სწორედ თუ გამიგებენ ის ვიდეო არის პრევენცია იმისა რომ რისი გაკეთებასაც ეგენი აპირებდნენ რომ თქვენგან ერთი თეთრიც არ გჭირდება კაცო თქვენ გაქვთ თქვენი ტელევიზიებით თქვენი რა ვიცი ინტერნეტ ტელევიზიებით რა ვიცი რა ყველაფერი გაქვთ სტუმრებით და მაყურებლებით ახლა თუ ცოტა კაც ეგ თქვენ თავს დააბრალეთ კაცო აქედან გამომდინარე მაგათ ეგ ნომერი არ გამოუვიდათ შემოაგდეს მე უკვე სახელისუფლებო ექსპერტი სანამ შემოაგდეთ დაიწყეს სოციალურ ქსელში ხალხო არენდოთ კი ბატონო ესაო კალაძის ისაო ნაცისტური კავშირიო ეს ხელისუფლებამ შექმნა რაღაცაო ანუ შეიძლება იმ კატეგორია ხალხმა რომელიც ეგენი ესეთ რაღაცებს ლაპარაკობენ თვითონაც არ იციან ვისი იარაღი გახდა ავტომატურად ხდებით შეიძლება მართლა გულწრფელად კაი ბიჭი ხალხიც არის და კაი ადამიანებიც არის თუცა რო მაგაზე მაგრამ ავტომატურად ხდება იმ კამპანიის წევრი რომელიც უკვე დაიგეგმა ნუ თუკი ჩვენ ესეც ამის იცი როგორ ჩვენ თუ ანგარიშს არ გაუწევთ იმ ძალას აი რომელიც ახლა ეს ამ ვირიშვილობს ესე ვთქვათ ხო და ვთქვით რომ კაცო ეგენი დღეს არის არა კაცო იქით ძალა არის კაცო იქით არის რესურსები ფული ტელევიზიები პიარი ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერი აქვს იქით კაცო ამაზე თელი ისინი აქვს ხო ამიტომ სწორედ უნდა გავთვალოთ ხო დაიწყეს და როგორც კი ჩვენ აქ დაუძახებდით ხვდებით რომ სახელისუფლო ექსპერტებს ეგრევე დაიწყებოდა მეორე კამპანია ხალხო რას გეუბნებოდით აგე ხო გეუბნებოდით ესენი ერთნი არიან კაცო ბიჭო ოცნების დამფუძნებელი აბა თქვენ რა გეგონათ კაცო ხვდებით აი ეს გეგმა იყო იქ ჩადებული ხვდები ანუ იმ წუმპეში უნდათ რომ გადაგვიყვანოთ არა კაცო მე კიდევ ვამბობ სურო დაკეტვა მოგვიწიოს ბატონო კახა ამ ტელევიზიას აუცილებლად დავკეტავ მაგ შემთხვევაში არ გვინდოდეს იმათი ერთი თეთრი არა იყო შემოთავაზებები და მე არ მოვწევ ხო გითხეს იქ და აპარატურას და არა არ გვინდა ციფრიო ხო ციფრიო არ გჭირდება დამიბარეს და მითხრეს რა ვიცი მე ვიცი ეგად ამიტომ ესად პრევენცია იყო მე მეუბნები იმ საზოგადოებას რომლებიც
არ შეეგუა 34 წელი ამ სიმამაძაღლეს, ამ გარყვნილებას და უყურე მოდის ის დრო, რომ გვინდა არ გინდა ყველამ ვიცით, რომ მოდის ის დრო, რომელიც აი გვიახლოვდება, ჩვენს რეგიონს უახლოვდება, ნუ მოვიტყუებთ, შედით პენტაგონის საიტებზე, შედით ირანის საიტებზე, თურქულ საიტებზე, ყატარის საიტებზე, მე ნუ დამიჯერებთ, კაცო, თუმცა უკვე ჩვენი ლიბერალური მედიაც უკვე ვეღარ მალავს და ამბობს. ანუ აქ ისეთი რაღაცები მოდის, რომელიც აი კალეიდოსკოპური სისწრაფით შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. საზოგადოება არ უნდა დარჩეს ინფორმაციული შიმშილში. სწრაფად უნდა გამოვიყვანოთ იმ ნარატივებიდან და სწორად შეაფასოს თუნდაც მარტო იმისთვის, რომ იცოდეს რა ხდება, კაცო. მეტი არაფერი. აი ამის ეშინია. ბატონო პატა, მე რისი აი უნდა დავამატო ერთი რაღაც საკითხი, რომელშიც შეიძლება მოსახლეობა, შეიძლება რა ვიცი ხალხის მთლიან ნარატივს გორია, რომ ამ ტელევიზიაში დიდი ფული ტრიალებს. მე მოსახლეობას პირდაპირ ვამბობ. პირადად შეუძლიათ ყველას გადაამოწმონ, მე დამაყადაღეს პირად ანგარიშებზე დაკადაღებული ვარ და შეუძლია ფინანსურ პოლიციას საგადასახადო შემოვიდეს, რომელიც კომპანიის ანგარიშებს აკურირებ და აკონტროლებ. ეხლა ამ წუთში და იმ კომპანიის ანგარიშებით ვახტენ, ანუ ჯერ რას ვახტენ, ჩემი თუ მე ვაფინანსებ ამ ტელევიზიას, მთლიან და როგორ ვაფინანსებ, შემიძლია დამტკიცებულება დავდო ამაზე. იციან ბატონო კახა, მართლა დავდებ მტკიცებულებას, მე პირდაპირ ვიძახი ფინანსურ პოლიციას. ვეძახი, რომ მობრძანდით და ქართულად დახვდებით. გადაამოწმეთ მთლიანი ინფორმაცია, არანაირი ფინანსური რესურსი ამ ტელევიზიას არ გააჩნია, ერთადერთი რაც გააჩნია, რომ სულისკვეთება და სიყვარულით კეთებ ეს საქმე. ამიტომ გავაგრძელებ თქვენი ცნებარი ბატონო კახა, უყურე ძალიან სტრატეგიულად, უყურე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება იყოს შეიძლება აი უყურე ჩვენ რაც ავთქვით ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, აქა. კი, ვის ვისაუბრებ. იქამდე ხო ბევრი კიდე რამე ვსავთქვით. ხალხს ვერ მოატყუებ. ჩვენი პლუსი რა არის? რაც ხალხი ფიქრობს, კუხნაში ლაპარაკობენ, იქ ლაპარაკობენ და უკვე ნელ-ნელა ქუჩაში გამოდის, რომ არ გახდეს ეს გამწყობა უკონტროლო, ხო? ამიტომ ვეუბნებით უკვე ტელევიზიის ენით ველაპარაკებით, მაგ საზოგადოებას იმათ ვეუბნები, რომ კაცო და ნახე საზოგადოებამ რა კარგად ზუსტად ის ამოჭრეს, აი რაც ყველაზე ძალიან აინტერესებდა ხალხს. ის ამოჭრეს და კოლაჟის სახით გააკეთეს უღრმესი მადლობას ვეუბნები. მე მაგით ჩვენ მაგის ტექნიკაც არ აქვს, ეგ რო გავაკეთოთ სხვათა შორის და ძალიან კარგი უკვე ხალხს ვერ მოატყუებთ. არც უნდა ვიკადროთ, რომ ხალხს მოვატყუილოთ. არ უნდა ვიკადროთ, ეგ არ უკადრებელი არ უნდა. ამიტომ უკვე როგორც კი ჩვენ სახელისუფლებო აი მამაძაღლებს, რომელმაც აი არ ვიცი რა, ბიჭო, თანაც ჩემი ნაცნობები არიან, იყვნენ ყოველ შემთხვევაში და კაი ურთიერთობა მქონდა მაგ ხალხთან. ჩვენ ამას მე წინასწარ ვეუბნებოდი, რომ ეს ეპოქა მოდის ხალხო და იქნება თქვენ, აი ხალხი გისმენს, აი ხალხი შლი კარტებს რა და იქნება ჩვენ თუ ხელისუფლებას რაღაცა აფრკოლებს, იქნება თქვენ დაიწყოთ მეთქი რა, რომ საზოგადოების მომზადება ამ ახალი ეპოქისთვის, ბიჭო, გინდა თუ არ გინდა, ეხლა ხო ყველამ ვიცით რომ ეგრეა. ახლა ხო მაინც ვიცით, კაცო, მე ხო არ ვამბობ, უკვე ტრამპი ამბობს, კაცო. უკვე ევროკავშირი ამბობს თამარ, რასაც ჩვენ ვამბობდით და გიჟს და სამსახურებიდან ხსნიდნენ, კაცო. ამიტომ ამის მაგივრად მე არ ვიცი ვინ რა გადაუხადა მაგათ. რადიკალურ ამაზე შეთანხმებულები ვიყავით, კაცო. რომ საზოგადოება ეს გაგვეკეთებინა. ამათ ესე ვთქვათ, რადიკალურად შეცვალეს სიტუაცია და პირდაპირ დაიწყეს ბიჭო ხელისუფლება. ბიჭო, ამ ხელისუფლებას თქვენ ნუ ნერვიულობთ, კაცო. ტელევიზიებიც აქვს, რესურსებიც აქვს, ფულიც აქვს, აი მაყუწრო ვეძახით რა. თქვენი ის არ ჭირდება, კაცო. თქვენი ხალხს იმიტომ უდოდით, რომ ბიჭო თუ რაღაც არის საზოგადოებაში ექსპერტები და რაღაცები, რომელიც გამოვლენ და ამ სიცრუეს ხელისუფლებას არ გაუტარებენ და საზოგადოება ის ხელისუფლებაც იძულებული იქნება. რომ სიმართლე უთხრას ხალხს. შეიძლება შეფუთული, მაგრამ სიმართლე. ამათო საერთოდ უმოხდეს, რომ დავინახე, რომ უკვე საშველი აღარ არის, ამიტომ წამოვიწყეთ ესა. აქ ჩვენ ესა.
ამით პირდაპირ გეუბნებით, ამით ხელისუფლებასაც ვეხმარებით ამით. კი, როგორ აი გეტყვი როგორ. ძალიან ბევრ რაღაცაში ვეხმარებით. აი რაში ვეხმარებით რა? შეიძლება ეხლა ვერ გვიგებენ, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, ხელისუფლება მიაწოდა დირექტივა. აი იმედის ტელევიზიას, პოსტ ტივის, საზოგადოებრივ არხს და იმათმა უნდათ რომ რაღაცა შეფუთონ. იქ ხო იქნება უკვე აზრი რომ ბიჭო ვერ შევფუთოთ, ჩვენ რო შევფუთოთ ის სიტყვის, კაცო. ამიტომ ჯობია ჩვენა ვთქვათ რა. ხო, ის სიმართლე რა. ხო, შეიძლება შეფუთულად გავთქვათ, მაგრამ ხალხს გავაგებინოთ რომ ესეა. ანუ ვეხმარებით რომ თქვენ სწორ გზაზე იდგეთ, იმიტომ რომ ტყუილი არის, აი რამდენი ხანი უნდა გაკაჩოს ტყუილი. აი დავოში არ მიიპატიჟეს. აი როგორც ადრე ხო გახსოვს, რომ ამბობდი რომ ჩინეთში იმიტომ არ მიიპატიჟეს, იქ პუტინი იყო. ზუსტად ერთი თვის მერე რო დაეწყო პრემიერიდან, ხო 30 კაცი ხო ჩაიყვანეს იქა. იქ ეხლა მაშინ პუტინი თუ არ იყო, რა ვიცი, პრემიერ-მინისტრი იყო, მიშუსტინი იყო. ხვდები, ანუ ეს ტყუილი ხუხულათავით გასკდა, კაცო. ამიტომ არ ერჩინათ ამ ხელისუფლებას, რომ სწორედ მიეწოდებინათ. ესე არ წაიყვანოთ, ბიჭო. ჩვენი გაჩერებით და ჩვენზე პროვოკაციების და ესეთ სიგიჟეების მოწყობა მინდა ხელისუფლებას უთხრა. ის პრობლემა, რომელიც გვიახლოვდება და ყველა გძნობთ, კაცო, კიდე ერთხელ ვიმეორებ. თან ძალიან მალე მოვა ეს პრობლემა. აუცილებლად, აგერ ნახავთ, კაცო. ხო, ეს ამ პრობლემას არ აჩერებს, კაცო. აბულაძე რო გაჩერდეს და ხურთიძე რო გაჩერდეს, თქვენ რა გონით ის პრობლემა გაჩერდება? არა, თო იმას. ბიჭო, იქნება პირიქით. ამიტომ უფრო ხალხო გადავდოთ ეს სიძულვილი. ამაზე ჩვენ დიდი კიდე ერთხელ უღრმესი მადლობა საპატრიარქოს. კიდე დღეს გაიმეორეს. უღრმეს, ანუ საპატრიარქოშიც ამაზე უკვე დაიწყეთ, ისინი 1700 წლის არიან და იმათმა იციან თქვა თავის საქმე ქვეყანა როგორ უნდა გადაარჩინონ. ნუ გავხდებით ერთ უფრო ის დიდი ისინი რა, ვიდრე საპატრიარქოა. ამიტომ უყურე ამას ვეღარ მალავენ. ძალადობის რესურსი მაგათ აღარა აქვთ. ხვდები? ანუ ამიტომ მე დაჟე ახლა ვეუბნები იმ არა აი იმ საზოგადოებას, რომელიც 74 წელში ომში იყვნენ, სულ ზოგი ინტელექტუალურად, ზოგი ფიზიკურად, ზოგი ემოციურად, ხო? იმ საზოგადოებას ვეუბნები. გვაქვს პროგრამა, ვიცით რა დროს ვინ უნდა დაუძახოთ, მე არ მინდა სტუმრებს დაუძახო, აქა რომ იცი რა დაუძახეთ, ვიბჟუტყურეთ და ჩაი არ ამთო, არა კაცო, ყველა ჩვენი აქ სტუმრის მოყვანა უნდა იყოს რაღაცა ახალი, კი ბატონო. საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ისედაც იცით საზოგადოებამ ესა, ვერ მოატყუებთ მეთქი, კაცო, ამას ვამბობ, ეს საზოგადოება არის 3000 წლის, კაცო. ბატონო პატარ, ისი თქმა მინდა ეხლა. აი თქვენ კარგად ჩამოაყალიბეთ ეხლა ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ ეხლა ჩვენ. მე არა ვარ მარტო ამ ტელევიზიაში და ხართ ჩემი მეგობრები, ჩვენ გუნდი ვართ. კი ბატონო. დაახლოებით 20 კაციანი გუნდი, არც ვართ 20 კაცი, 15 კაციანი გუნდი, რომელიც სულის კვეთებით ვბრძოლობთ, რომ ქართულობა შევინარჩუნო და ამ ადამიანებამდე მივიტანოთ ტექსტი, რომ თქვენ ხართ ქართველები, არა ვიღაცეები, ხო? კი ბატონო. მაგრამ ჩვენ 15-მა კაცმა როგორ უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გაჭრა? აი მარტივად, უყურეთ. თუ ვიღაცა ზურგიდან მაინც რაღაც ბატონო, უყურე. 2 თვის წინ ის სახელმწიფო ექსპერტები იკადრებენ აკროსლას. ხო არ იკადრებენ. რატო იცი, ნუ ახლა მაგათი დონე არ არის. ხო, აი ბუტკა ტელევიზიაში და რაღაც. აბა ეხლა რა კუჩია იშალენ, ვერ გავიგე? რა არ ყოფნით ის სახელმწიფო ტელევიზიები, ანუ იმათმაც იციან ხვალენდელი დღე რა არის. რაც არ უნდა ამათმა ფასებზე და ეს პრობლემები შეუგდოს ხალხს, ჯერ დაჭერები. ნუ ეგ ზღაპრების ხო, ანუ საზოგადოება აცხოვროს არა ის რეალურ რაღაცაში, არამედ აი ღარიბაშვილი დავიჭერეთ, ის დავიჭერეთ, ეს ამან გადაიარა, ნუ რაღაცა მე ახალი ტალღა კიდევ ხომ. ახლა ფასები იქ სუსი კაცო. საერთოდ ნაკლებად მაინტერესებს მე ეგ პრობლემები. ფასები აიწევს, დაიწევს, არ არის ეგ ჩემი თემა და არის ექსპერტები და სხვა ტელევიზიები, რომელსაც უკვე ტვინი აქვს, უკვე წაღებული ამ ხალხზე, ამ ფასებზე და იმაზე. იმათ მეილაპარაკ, არ არის ეგ ჩემი საქმე. მარტივად არც ხელის უყურებ, მაგასაც ჩემებურად უყურებ რა. რატო შევეხლა მაგას? აი ახლა რაღაცა რო უნდა დაიწყოს. კი არ რომ დაიწყოს კი არ ვამბობ. უნდა დაიწყოს ჩვენთან ახლო აღმოსავლეთში. გადაიკეტა სრუტეები.
ხო ყველამ ვიცით რომ ფასები აიწევს. იმიტომ კი არა საქართველოს რა ვაშენ ნავთობზე ზიხარ, გაზზე ხარ თუ რა, სულ ხარ ექსპორტზე დამოკიდებული. ფაქტია რომ რაღაცა სრუტეები გადაიკეთო ფასი აიწევს. ეხლა ამის გულით მე ხელისუფლებას არ დავწყებ, რატო აიწევს ფასება? კაცო, მაგისთვის არის ხალხი რომელსაც მაგი აკრიტიკო. ეგ საერთოდ ნაკლებად მაინტერესებს მე. არის კიდე მეორე საკითხი რომელიც არის რომ აი დებატებში რატო არ აკრიტიკებო? უყურეთ სხვათა შორის მაგაზე მე მომწერეს და დებატებშიო რატო და მაგ კითხვაზე წამოვედი ახლა. აი უყურე გეტყვი რატო? უყურე. მე ჩემი სოციალური ქსელიდან მე გავაკეთე განცხადება. ანუ პრევენცია გაუკეთე ხელისუფლებას, რომ უთხარი არც გაბედოთ ესეთი რაღაცა, რაც დავწერე იცის ხალხმა და სააგენტოებმა წაიღეს. ბიჭო, იქნება ეძახის. იქნება ეძახის ეს კაცი, კაცო, იმ ხალხს, ვისაც ვერ წარმოგვიდგენია, ხო? მე როგორი გამოვალ? ბიჭო, შენ არ იყავი რო ამბობდი, ხო მეტყვის ხალხი? არა კაცო, ველოდები. პრევენცია გაუკეთე. მე უთხარი, არ გაგიტარებთ. თქვენ თუ ისე აპირებთ. აი ხლა ვიმოვებ რა. თქვენ თუ ისე აპირებთ, რომ გუშინ დაჭერას გპირდებოდით და დღეს მე თქვენ აქ სტუდიაში დამისვავთ მაგას, ხო? ნუ რავი, მე მგონი რომ რეაქცია იქნება ძალიან კატასტროფული. განცხადება გააკეთეს თო იმაზე, თქვენზე და იმაზე, წამყვანზე, კი ბატონო. ნებიერძეს. კი, ამიტომ მოდი ესე ვთქვათ რა. მე ვთხოვ საზოგადოებას, არაყვეთ აი ცოტა ბრიტანეთის ხელსაც ვხედავ მან აქ მე. ჩვენ მაგ ჭუმპეში ვეუბნები ხელისუფლებას არ მოყვებით. ამიტომ მე ვთხოვ ყველას. აი უმორჩილეს ხო არ იჩქაროთ. არის გეგმები, არის მომენტი, როცა უნდა დაუძახო ისეთ სტუმრებს, ხო, რომ რაღაცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს და არა ბლა ლალალია. ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ გასართობ თემაში არა ვართ ჩვენ. ამიტომ ყველას ვხედავთ, ყველას ვიცნობთ, ნუჩქარობთ შეფასებებში. იმ კატეგორია ხალხს ვეუბნები, რომ მე რომლებსაც მიხვდებიან ახლა იმ თქვენს ლიდერებთან მე გვაქვთ კომუნიკაციაც ყველაფერიც ამიტომ ნუ უსწრებთ მოვლენებს ხელისუფლებას ვეუბნები კიდევ ერთხელ თქვენგან არაფერი არ გჭირდება ერთი თეთრიც ტყუილა მოგვიგზავნით ვიღაცებს აქა და აი დაგაფინანსებთ და აპარატურას მოგცემთ და თქვენგან არაფერი არ გვინდა საერთოდ თქვენგან გვინდა ერთი რამე თქვენს კონტროლირება ტელევიზიაში გაგვიწიოთ კონკურენცია, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, უბრალოდ გააბათილეთ. თქვით რომ კაცო ესენი გიჟები არიან, რეებს ლაპარაკობენ და აი სიმართლე რა არის ხალხო, თუ მაგის ინტელექტი ყოფნით და გააბათილეთ ის რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. რა არია გაუგებარი. ძალადობით ბოდიში ბატონო პატა ხელისუფლებიდან არც ერთი შემოთავაზება არ იყო აპარატურას და არაფერზე. არა, სხვა ისინი თავის არ მოლეთ ახლა ბატონო. წყაროებიდან იყო, ახლა მე ვერ ვიტყვი მაგას. არა, ისინი კი არ გეუბნები. არა, უბრალოდ მე არ შემიძლია რაღაცა ბრალდება წაუყენო ხელისუფლებას ამ ბრალდებას არავის არ უყურეთ, უყურეთ ახლა როგორ არის. ისინი ვერ გაბედავდნენ. მე მესმის. ყველა ვიცი როგორ რუსები თქვა აბლუპენია იხსეხსნაიო. ამიტომ მე პრევენციის სახით ვაკეთებ. ჩვენ ისინიც არა ვართ რომ რამე ქვეყნის უსაფრთხოებას რამე ბღალი გაუჩინოთ. ან ის კატეგორია ხალხი არა ვართ რომ ქვეყანა ოდნავ მაინც შერყევა დაიწყოს პირიქით. ქვეყანის უსაფრთხოებას რომ არაფერი დაემუქროს. ქვეყანა რომ ვიღაცამ არ არყიოს და მცდელობა არ ყოდეს, ამის პრევენციას ვაკეთებთ. და ყველამ ვიცით რომ ეს მეთქი. ყველამ ვიცით იმ ხელისუფლებამაც იცის, უბრალოდ არ ეგუება, რატო ვერ ეგუება, იცი? მთელი მასი არსი ცხოვრების არ ეგონათ ეს დრო რომ მოვიდოდა. ანუ თვითონაც იცი, ან ტყილში ცხოვრობენ და უნდათ. ხო, მოდი ესე. ხო, მაგრამ უკვე წარსული აქვს ისეთი, რომ არ აძლევს საშუალებას გადმოერთოს ემას, თორე ცუდია, კაიზე არ მომო, კაცო, ამათ მას შეიძლება ის პერიოდი, როცა დაძაბული იყო, გაატარეს კარგად. ნუ მოიტყოთ თავს. მაგრამ ამ ბრძოლაში მარტო არ იყვნენ კაცო ეგენი. ამ ბრძოლაში ჩვენი მეზობლებიც იყვნენ, რომლებიც გადააგდეს ამ ხელისუფლებამ. პირდაპირ გაგებით გადააგდეს, როგორც აზერბაიჯანი, როგორც თურქეთი, როგორც ირანი, როგორც რუსეთი, ყველა გადააგდეს ამათმა. მე მას ეხლა კი არ ვამბობ.
მე ამას ვამბობ ერთი წლის წინ ამოიღეთ სოლიდარობის ტელევიზიაში რამდენჯერ ვეხვეწე აი სიტყვებით ვეხვეწებოდი არ გაბედოთ ბიჭებო არ გადააკეთოთ ეგ მეთქარი თორე განახებენ მე გადაგდება როგორი იქნება კაცო თურმე ერთი წლის მერე აღმოჩნდა ხო წამოვიდა ხო ჩვენი მეზობლებიდან ეგ სიტყვები თქვენ ვის მოკლედ როგორც არის ყველა ხალხმა იცის ხალხს ვერ მოატყუებ რაც არ უნდა შენ აქ შადრევნები მიხსნა რაც არ უნდა შენ აქ ეხლა დაყენებული სახეებით მელაპარაკო კახა აზრი არა კაცო იმიტომ რომ იმ ხალხმა იცის შენზე კარგად იცის უკვე კაცო ხალხმა გაგისწრო პოლიტიკურ მოვლენებში ხალხმა წინ წავიდა შენ ხარ შენ ეკაჩები ამ საზოგადოებას უკან თორე ხალხი გიყვირის გიბღავის რავი რომ ბიჭო აღარ არის ეძრო გამოდი მაგრამ ნუ არ გაძლევ შენი წარსული ამის საშუალებას და როცა შენ უკვე გადახვედი წითელ ხაზს ყველა მეზობელი შეთანხმდა რომ ბიჭო სანამ შენ ახარ არ გელაპარაკები ანუ შენ რო არ გელაპარაკება ანუ სახელმწიფო 3000 სახელმწიფოს არ ელაპარაკება და ეს ღრუბელი იკრიბება ამიტომ მეუბნები საზოგადოებას თუ ჩვენ თვითონ არ ამოვატრიალეთ მაგიდა რატო იცი რომ მე თქვას რომ არა კაცო აგერ ხალხი არის წესიერი ტრადიციული სწორად მოაზროვნე ჩვენები და ეხლა ვიღაცა დასავლეთის დაჯენილი თავრობა რაღაცა ეგ არ არის საქართველო აი ეს მინდა დავანახოთ ჩვენ მეზობლებს კაცო როგორც კი ამას დავანახებთ ხალხო ამ ბრძოლაში ჩვენც არ ვიქნებით მარტო იმიტომ წარმოუდგენელია 1.600.000 კაცმა ამ ხელა გიგანტს შენ ვერ გააკეთებთ ხალხო ხო ეგ შეუძლებელია ამიტომ ჩვენ იმაზეც ბრაზდებიან რომ მაინც გადავედი პოლიტიკურ იმაზე ბრაზდებიან რატო არ ეძახით ხალხს ვიცით რა დროს რა უნდა დავიდოთ არ მინდა სტუმარი რომელიც თქვენთვის ავტორიტეტია მოვიდეს დაჯდეს და ერთი დღის მერე ის დაავიწყდეს ხალხს არა კაცო აქ ისეთი რაღაცები ხდება რომელიც 34 წელი არავის არ უთქვია კაცო და ისეთი რამე ხდება კიდევ არც ერთ ტელევიზიაში არ მომხდარა ეგეთი რაღაცა ამ ტელევიზიაში რო ხდება ჩვენ ვაკეთებთ ქართულს და ჩვენი ქვეყნის შენარჩუნებისთვის ბრძოლის კურსს მე ესე ვარ ბატონო მოდი ესე დაუვანოსოთ რომ უყურეთ აგერ ჩვენი კულტურის ბლოკის ხელმძღვანელი გვისმენს ახლა კამერის უკანაზის ხო რამდენი მომღერალი რეკავს უკვე კი ძალიან რამდენი ცნობადი რატო იცი კიდევ ვერ მოატყუებთ ხალხს რაღაცა დაიჭირეს ხო აქა რაღაცა ნაპერწკალი კაცო თვითრეკლამას არ ვაკეთებ დედის აპლაუსით მე უბრალოდ კაცი ვარ ნეტა ის დრო მოვიდეს უყურე იმდენად მახინჯის ცხოვრებაში ვცხოვრობთ რომ აბულადისნაირ კატეგორიას ხალხს მოუწია აი იმის გაკეთება ეხლა რასაც მე ვაკეთებ თუმცა ჩემი მენტალობით ხო მე როგორი ადამიანი ვარ იცი ჩემი მენტალობით ჩემი სანა კატეგორია ხალხი როგორ არის იცი რომ ხელისუფლება უნდა იყოს ეროვნული და ის რო გიბძანებს რომ აბა პერიოდ იქით მე ესე ხელი უნდა გავაკეთო და წავი რა ჩემი საქმეა აქ უნდა იჯდეს აკადემიური ხალხი რაღაცა რომ ეხლა მე ხო ვიცი ზის ვიღაცა აკადემიკოსი ინტელექტი კაცი ზის და ის ფიქრობს რომ ის სახში ზის და აბულაძის არა კაცო ის უნდა იჯდეს აქ რომ ახალი თაობა რაღაცა ნოვაციები შეთავაზოს კაცო არ არის ჩვენ უნდა ვიყოთ ჯარისკაცები გეთანხმდით ბატონო პატა და ისინი უნდა იჯდნენ ჩვენ ადგილს მაგას გეთანხმდით ამიტომ კიდევ ერთხელ გადავდოთ სიძულვილი ხალხო ნებისმიერ ძალიან გთხოვთ შეიძლება თქვენ დაუნებურად მე არ ვამბობ რომ თქვენ ვიღაცის დავალებას ასრულებთ თქვენ დაუნებურად თამაშობდეთ ვიღაცის თამაშს როცა შეფასებები არა და ისეთი ჩემთვის საყვარელი ადამიანებმა დაიწყეს ეს ამბავი რომელმაც იციან ჩემი შინაგანი განწყობად ჩემი ფსიქოტიპიც იციან მაგრამ აი რატომღაც აი დაიწყეს და გული მატკინეს გან არა პროსტო შეწყვიტა ურთიერთობა მაგ ხალხთან და ეგ იქნება რა პროსტო გული მატკინეს რო არ მიცნობდნენ რო ვინა ვარ რა ვარ ხო კი ბატონო შეიძლება მე მაგრამ იქ კარგია რომ კომენტარებს უწერენ ნორმალურს და სწორს ეგ კარგია ხო მაგრამ რატო ვაკეთებ ბიჭო ნუ ჩქარობთ ხალხო ვეუბნები აუცილებლად იქ დაკმაყოფილდება ყველა ის თქვენი მოთხოვნა ვიცი ახლა მაგათ რაც უნდათ კაცო მაგრამ ჩვენ ამდენს გვაბრაზებენ მით უფრო ძლიერდებით და მოდი გააგრძელეთ ჩვენი გაბრაზება ხო ხელისუფლება ჩვენ გავძლიერდებით ხო ხელისუფლება აი დაჟე მე შემომაქციან დადება ბატონო აღარ გავაკრიტიკოთ უკვე ჩვენ თუ აქედან ვქადაგებთ რომ სიძულვილი გადავდოთ და ამ დროს ჩვენ აი თუნდაც ახლა ნახე რას ვამბობ აი ჯორჯიან ტაიმსის ექსპერტებს აი ეს რაღაცებს რომ ესე აგდებ მოდი ხეთ პირველი მერცხლები ჩვენ ვიყოთ და რაში
თვითონ ექსპერტები კი არ ვაკრიტიკოთ, მათი გამოთქმული აზრები ჩვენ დაუპირისპირდეთ ჩვენი შეხედულებიდან. ხვდები, მოდი აღმაში ჩვენ ვიყოთ ის პირველი მეცნიერები, პირდაპირ გეუბნებით. ეგრევე დაიწყებენ ახლა ლაპარაკს, რომ აი, ერთნი, არა კაცო. ესაც ახალი ნოვაცია იქნება, ხვდებით? და სხვათა შორის ჯორჯია თაიმსის ექსპერტების გამონათქვამი სიტყვა იყო ბუტკა ტელევიზია და ძალიან ნაწყენი ვარ სხვათა შორის მე აქედან მიმართავ კახა ხურციძე ვარ ბატონ გულაშვილს. კაი, არა უშავს. არა ეს რა ქვია ბუტკა ტელევიზია რა. არა, თანაც მიცნობენ ყველა, ამიტომ აი ესეთი წიანდადება შევმაქ მე ბატონო გენერალ დივანო თუ მე ამთახვდებით, რომ ჩვენ ვიყოთ პირველი მერცხლები, რომ აი ეს სიძულვილს ჩაქრობას შეუწყოთ ხელი, როგორ მათ კი არ დაუპირისპირდეთ, მაგათ წარმოთქმულ აზრებს და ფაქტებით დაუპირისპირდეთ. მათ ჯერ მაგათ ეკნებათ კომპლექსი ეს როგორ გებედავენ ჩვენ ხო მეცნიერებათა დოქტორი აი იგივე გავაკეთე რა არა სწორად აკეთებ რა სწორად ყველაფერს პაატა მინდა გითხრა რა მაგრამ უყურე საზღვარია ხო ყველაფერს და ჩვენ არ ვწდებით იმ წითელ არა ღმერთი ჯული ისინი წდებიან წითელ ხაზს და ჩვენამდე მოდიან და რაღაცა გვეძახიან რაღაც სისულელეებს კი ბატონო ამიტომ არის რაღაცა გეგმები, აქ იქნება კულტურული და ყველაფერი სპორტული, თუ გვაცალეს და თუ არ შემოგვივარდა სპეცნაზი და რა ვიცი ხა ძალადობაზე არ გადავიდეთ, არის გეგმები რომ აქ კონცერტები, ჩარტი, სხვათა შორის მე მოლოდინი მაქვს რომ ჩვენ შემოგვივარდება სპეცნაზი. როთო კაცო. არა. მაგ მოლოდინი. არა, არ იქნება ეგეთი რაღაცა, არა, მაქსი გიჟესზე არ წავლენ. ეხლა თქვათ მაგას ესეთი სენიც არ არის, ნიციან იმათმა კარგად რომ ეგეთ რაღაცა საქართველოში არ ხდება. ეგ ხო პრობლემა არა, ჩვენთვის შემოვარდნენ, კაცო, რა პრობლემაა? მე რა გააკეთო, რა პრობლემაა? რა უნდა დაგვიშოვონ ახლა ისეთი რომელიც ჯერ ქვეყნისთვის არ დაუშევია იმათაც და ყველა მთავრობას, მოდი. მოკლედ, ესეა არაფერი ხალხო. კიდევ ერთხელ აი ამით მე შემოვიფარგლებით, რომ ყველა აი ვეუბნები ვინც 34 წელი ბიზნესმენი იქნება ყოფილი და მე პოლიტიკაში მე ის აი ვინც ასოცირდება 34 წელში ამ ქვეყნის გაუბედურებაში თქვენგან ერთი კაპიკი არ გვინდა საერთოდ ნუიწვალებთ თავს იმიტომ რომ მე უკვე რუსულად გეტყვით კაი სიტყვას რა ბატონო პატა აი დღევანდელი ჩვენი განცხადების თემა რა პოზიციას წამოიღებს და რა ანუ ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს ეს განცხადება? არა. მე ვფიქრობ არა და არც დამიჯდა. არა. ძვირად რაც დამიჯდა, უკვე მე ვიცი და აწი ვეღაფერს დამიშა. არა, ვერაფერ მაგა ეგ არის პირდაპირ გეუბნებით. ხალხზე რაღაც ხალხში გამოიწვია გაუგებრობა, მოდი ესე დავარქვათ. გაუგებრობა ჩვენ ვალდებულად აუღოთ. იმიტომ ესე ჩვენი ერთგული მაყურებლები არიან. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ მე პირდაპირ ვეუბნები. ღმერთი 24 საათის განმავლობაში როცა თქვენ მოისურვებთ თუმცა კარგად იცით, მაგრამ ყველა ჩემი ახლობელი ხართ მანდა და იცით. მოდით და თქვენი თვალით დარწმუნდით. ერთი სათხოვარი მაქვს. თქვენ და უნებურად არ გახდეთ ვიღაცის გეგმის ნაწილი. იმიტომ რომ თქვენ თვითონ არ გეცოდინებათ ის ვისი გეგმის ნაწილიც ხართ. და რისი გამკეთებელიც ხართ, იგის არ გეცოდინებათ, ამიტომ თუ რაღაც არის, ყავთ პოლიტიკური ლიდერები, ისინი ჩემი ახლობლებიც არიან. ყველასთან პირზე კოცნით ვარ და ჩვენი კარგად მიცნობთ. კიდე ერთხელ გეუბნები, შემიძლია ხაზზე დავიფიცო, რომ არ დაგჭირდებოდა აი იმ ვიდეოს ჩაწერა და იმ ანგარიშის გამოქვეყნება, ჩვენ რომ კაი აღარ გვინდა ხელი. ხო, რა თქმა უნდა. ხო, იქ რო ვიყოთ ჩვენ. ხო, იმათგან რომ იმათ რომ დავთანხმებულიყავით რა. ისე გაუმარჯოს ჩემ ორი შვილს, რომელიც ომში მყავს. აი მათ ჯანმრთელობას და გუშინ ჩემი შვილის დაბადებით იყო, როგორც შენი, გილოცარ და როგორც ჩვენი თენგიზ დუმბაძესი, იმასაც შვილის. ხო, აი გუშინ კარგი დღე გქონდა. აი იმის ჯანმრთელობას ფიცავარ, იყო რესურსით და საშუალებაც, რომ ჩვენ აი ეს არ დაგჭირებოდა ეს ანგარიშის გამოქვეყნება. არ იყო მაგით, მაგრამ არ მიღირს რა, მართლა არ მიღირს, რავი ახლა ხალხს ბატონო პატა, რისი თქმამი და უცებ დავამთავრებ თან ახლა რომ მაყურებელს თავი არ მოვაწყინო, მე მირჩი, ანუ ჩვენთვის ყველაზე კარგი იყო ის ანგარიშის გამოქვეყნება, ვიდრე გავიყიდოთ და გაყიდულებით. არა. აი ეს მირჩევნია. ახლა მე ხო გითხარით,
ხალხს ვერ მოატყუებს. ჩვენი ნიშა რა არის, იცი? ჩვენ აი როგორც მე ვფიქრო, მე ხალხის ნაწილი ვარ. რა თქმა უნდა, იგივე მეც. აი ლიბერასტების კი არა და ის ნაგავტრაკის მოთამაშე. და უკვე თქვი. აი ესეთი. არა, ესე არის და ეხლა. არა, კაცო, ვერ გაიქცევ. ვერ გავიქცევ. შანსი არა. არა, კაცო, ღმერთი რჯული, ბიჭო, იქნება აი აუცილებლად იქნება აი ვიცი ხა მაგათაც აუცილებლად იქნება სტუდიაც მზადდება, ბიჭო, არ ნუ მალაპარაკეთ ყველა სტუმარი, ვინც ხალხის უყვარს და ხალხის და სულ სხვანაირად მინდა ეს ხალხი დავანახო მეთქი. ხვდები, ისე კი არა, კაცო, თავის ტელევიზიებით აქვს ზიან 4 კაცი და საუბრობენ, კაცო. არა, ეგრე არ მინდა დავანახო, სულ სხვანაირად ვანახო. ახლა აქვე გეუნებით ხალხო. ჩემს სტუმარს, რომელიც მე მეტყვის რომ რა კითხვები იქნება, იცოდეთ რომ ის გადაცემა ჩავარდნილი იქნება, იმიტომ რომ იმას ვეუბნებ, წადი ახლა აქედან. იცით ჩემი ხასიათი, ეგრევე ვიტყვი, მე ხა დაახვი ახლა აქედან. იმას თუ მე გავარფრთხილე რა კითხვები იქნება, ესე იგი აბა, ეგრე არ არის, კაცო. იმ ჩვენ დაწერილი ფურცლები არა, კაცო, ხო პირდაპირ გეუბნები, იციან იმ ხალხმა ყველა მიცნობს. მე არავის არ უკიცინებ. ჩემთვის ავტორიტეტი არ არსებობს გადრა პატრიარქისა. ბიჭო, ცოცხალი რომ მყავდა დედა, ჩემს ვეკამათებოდი, კაცო. ავტორიტეტი ჩემთვის არ არსებობს. ერთი მხავს პატრიარქი. და იმიტომ ვიყო რომ მაშინ უთხარ ეკლესიას, თხოვე რომ გითხარით შვილებო, მაშინ რო თქვით. ნახე რა კარგად გაიგო საპატრიარქო, ორჯერ შემოგვეხმიანა უკვე. კი. დიდი მადლობა და რა ვიცი. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა. კარგია რომ გვერდში გვიდგანა. სიცოცხლეს უსურვებ და ბოლოს დავამატებდი კიდევ და შევახსენებ მაყურებელს. პატა აბულაძე არის ის კაცი, რომელიც ლაპარაკობს სიმართლეს და არანაირი დაწერილი, არანაირი მითითება მე არ ვაძლევ არავის, ვინც ამ ტელევიზიაში რასაც საუბრობს, შეზღუდვა არ აქვს და თავის გულიდან ამოსულ სიტყვებს საუბრობს ახლა ამას არც გავაკეთებთ, არც დაუშვებთ და ჩვენ კაცები ვართ, მოდი პირდაპირ შემოგევლე ძმაო, აი მართლა კაცები ვარ და კიდე გამიხარდება თუ ეხლა რო დავაანონსოთ, რომ თუ ჩვენთან მობრძანდება ფინანსთა სამინისტრო და საგადასახადოდან და შეგვამოწმენ, შეიძლება ისე შევეცოდოთ, იქეთ დაგვეხმარონ მე მართლა ფული. ისე კაცები ეხლა დაატრიალდნენ. მინდა კიდევ ერთხელ ბატონო კახა უთხრა საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს. როცა ცდილობთ, რომ ვიღაც აქ შემოგტენოთ თქვენი ექსპერტი, პოლიტიკურ ბლოკს ხელმძღვანელობ მე, აგერმიზის გენერალური დირექტორი. არ არსებობს ვარიანტი, ბატონი კახა ხურციძე, როგორც გენერალური დირექტორი ამ ტელევიზიის. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სარედაქციო იმაში ჩარეულიყო და რაღაცა. ამიტომ ამ პრობლემის თუ ვიღაცა იბლოკება, ერთადერთი ვარ მე. იმიტომ რომ არ მივცემ საშუალებას ეს ტელევიზია ადგეს და წუმპეში იმ თამაშში გადაიყვანოს, რომელიც მაგათ უნდათ. ესე არ იქნება. ეხლავე ვეუბნები. ამიტომ ტყუილა რეკავთ და ტყუილა აკეთებთ რაღაც სიგიჟეებს. პოლიტიკურ ბლოკს ხელმძღვანელობ მე მეთქი. ყველა პასუხისგებლობა სტუმრებზე, კითხვებზე, გადაცემის წაყვანაზე სარედაქციო პოლიტიკურ ხარჯს ვლაპარაკობ. მაგის დიდი მადლობა რომ მე გამომეცხადი ზრდობა. ამიტომ მე ჩემი და ჩარევა როგორც ეგეთი არ არის. ამიტომ ნაკლებად ბატონ კახა შეიძლება მენეჯერული ფუნქციები აქვს და იცის ტელევიზიის მართვის, მენეჯერის ხელშეკრულებები და ის რომ პოლიტიკურ ან კულტურულ, ან სპორტულ, რომელიც ახლა მალე დაიწყება და ხო, სამხედრო სფეროს იქნება აუცილებლად გადაცემები, ის არ ერევა. კი ბატონო, მე მართლა არ ვერევი ამ საკითხებს და ესენი ძალიან ჭკვიანი განათლებული ხალხი არიან ამ სფეროებში და ეგენი თვითონ ახერხებენ იმას, რომ ეს მაგაკეთონ ამ ტელევიზიაში. მოდი ბატონო პატა, დავემშვიდობოთ. ერთადერთი უსურვო და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი, ქართველი ერი, თუნდაც იმ საქართველოში მაცხოვრებელი ჩვენი მტერი მიყვარს მაინც. რა თქმა უნდა. სიძულვი დავლიოთ, ერთმანეთს დაველაპარაკოთ, რაღაცაზე შევთანხმდეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით. რაღაცაზე შევთანხმდეთ, თორე გვიანი იქნება ხვალ. კარგად იყავით. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით პარასკევს 21 საათზე. მე არ დამიწყოთ კაცო ეხლა რომ აი გიყურეთ რაღაცა. სპეციალურ გამოშვებაში. თენგო ნებიერიძესთან ერთად პატა აბუ. ყველა ვიკრიბებით, ყველა. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად იყავით.